შუადღე მშვიდობის მოგესალმებით. წარმატებულ დღეს გისურვებთ. როგორც ყოველთვის დღეს თქვენს განკარგულებაში ვართ რაღაც პერიოდის განმავლობაში და რა თქმა უნდა სხვადასხვა თემით მოვედით თქვენთან იმისთვის რომ გაგიზიაროთ ის რაც მოვიძიეთ პარასკევისთვის. კი ბატონო, ასევე შევახსენოთ ისევ და ისევ კვირის ბოლოს ჩვენს მაყურებელს, რომ ახალი კვირის პირველი დღე და შემოგვიერთდეს თუ არ არიან ჯერ კიდევ ჩვენი მეგობრები სოციალურ ქსელში. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მოკლე მიმოხილვა და გავიგოთ თუ რატომ უნდა გაატაროთ ჩვენთან ერთად მომდევნო საათნახევარი. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ახალგაზრდა სტარტაპერი, როგორია დასაქმებული დედის დღის წესრიგი. სტუმრად სტარტაპერი მარიამ მიქელაძე. ვნახოთ რუბრიკა მერის წუთი. გადაცემაში სტუმრად მსახიობი ავტოქარჩავა. რუბრიკა აჯაბსანდალი, პირდაპირ ჩართვით ლინდა მესხიძე შემოგვიერთდება. და ბოლოს სალოტბარო სკოლების გალა კონცერტი. თემაზე ვრცლად ისაუბრებენ ალექსანდრე თურმანიძე, ნუკრი ბოლქვაძე, ნიკა ბერიძე. საქართველოს დამსახურებული პედაგოგი, შუახევის სალოტბარო სკოლის ლოტბარი, ეთერ დარჩიძე. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და მოკლედ გადაცემა უნდა დავიწყოთ ძალიან სასიამოვნო თემით, რომელიც განსაკუთრებით ქალბატონებს გვიყვარს ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ ქალბატონების ყურადღებას ვითხოვთ, არამედ მამაკაცებისაც, იმიტომ რომ რასაც ვისაუბრებთ, ეს თქვენს გეხებათ. ჩვენ მრავლობით. ხო, სულ ვამატებთ მამაკაცები, თითქოს ესენი არი პრანჭებიან, არის როდესაც სილამაზეზე საუბრობდით, რატომღაც სულ ქალბატონებზე ვამახვილებდით ხოლმე ყურადღებას და ხოლო ცაცლებში დარბიან. ხო, უნდა ვისაუბროთ თმის და კანის მოვლაზე. ძალიან საინტერესო ადამიანი უნდა შემოგვიერთდეს და თქვენთან ერთად მოგვიწევს ჩვენს რომ გავიცნოთ ეს ადამიანი უფრო ახლოს. სტარტაპერი, ახალგაზრდა სტარტაპერი, ორი შვილის დედა, როგორი არის მისი ცხოვრება, როგორ ახერხებს რომ გარდა იმისა, რომ ერთ-ერთი რთული პროფესია არის ის, რომ ის იყოს კარგი დედა, ამავდროულად ახერხებს, რომ დამატებითი საქმიანობა წარმართოს ისე, რომ ამ საქმეშიც იყოს წარმატებული. მოკლედ, მარიამ მიქელაძე უნდა შემოგვიერთდეს, სტარტაპერი. მარიამ, მოგესალმებით. მოგესალმებით. დღემშვიდობისა მოგზავნით. დავბრძანდით, მადლობა სტუმრობისთვის. ახლა პასუხისგებლობა უნდა აკიდოთ იმისთვის, რომ თქვენი აქ ყოფნით, ანუ წყალი გადაასხათ, რეგიონებს, ვინც ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, ან არ გადაწყვიტა ჯერჯერობით, ისევ რაღაცას მოგიდოს ხელი, რაც მისთვისაც კარგი იქნება, რაც შეიძლება ძალიან უყვარდეს და ანუ შეითავსოს, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი რაღაც. აი შენი ნათქვამი სათქმელი უბრალოდ რომ გავაგრძელო, მოდი დავიწყოთ აი ასე რომ რას ემსახურებით და რას აწარმოებთ ამაზე ცოტა ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ ადამიანმა რომ პირველი ნაბიჯი გადადგას გარდა იმი, აი ოჯახს რომ მოწყდეს და დამატებითი საქმიანობა დაიწყოს, ამას სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ნებისყოფა, მონდომდება, მხარდაჭერა, კი ბატონო, ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას რომ მეუღლე უდგას გვერდით, ხო, ოჯახის წევრები, შვილები და ასე შემდეგ, მაგრამ როგორ დაიწყეთ თქვენ საქმიანობა, ან რა საკიდან დაიწყეთ და როგორ შეუთავსეთ ეს ყველაფერი ერთად, იმიტომ რომ ერთ-ერთი პირობა არის ეს, რისიც აშინებთ ხოლმე განსაკუთრებით ქალბატონებს, აი როგორ მოვახერხებ, ორი შვილის დედა ვარ, ოჯახს ყურადღება ჭირდება, მეუღლეს ყურადღება ჭირდება, საკუთარ თავისთვის გჭირდებათ დრო. აი მომიყევით პატარა ისტორია თქვენზე. დავიწყებ იქიდან, მოგესალმებით ყველას. მე მარიამი ვარ, 25 წლის. პირველ რიგში დედა, მეუღლე, დიასახლისი, პროფესიით ვარ ისტორიკოსი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი დავამთავრე და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც უნივერსიტეტი დავამთავრე, დაიბადა უბრალოდ პატარასთან ერთად დავამთავრე, პირველ შვილთან ერთად 8 თვის იყო. როდესაც დავამთავრე და მალევე მეორეს ამბავიც გავიგეთ. ეს ის პერიოდია, რომ ადამიანს ეწყება ფიქრები, როგორ რანაირად ის პერიოდი იყო, როცა უკვე ან მაგისტრატურა, ან ჩემ პროფესიები კიდევ უფრო უნდა გამეღრმავებინა და მეფიქრა და უცებ დაიწყო, რომ მეორე გზაშია. ზუსტად ამ დროს რაღაცა თამდევი დედის ინსტინქტები, ნერვიულობა, თუ შფოთვა, გახარება, ყველაფერი ერთად არის არეული, როგორც ვიცით ქალებმა და
მეორე შვილი იყო ძალიან პატარა, როდესაც ამ სტარტაპის იდეა გაჩნდა. თავდაპირველად, რა თქმა უნდა, პრობლემამ შემაწუხა, რაც ყველა ხალხს აწუხებს თითქმის მშობიარობის და ლაქტაციის შემდეგ და ეს არის თმის ცვენა. და რასაც ბევრი ებჯვის, ასევე მამაკაცებიც სხვათა შორის წვერის ცვენა და ასე შემდეგ. და გამონაკლისი. და ძალიან კარგია რომ გამონაკლისია მართლა, იმიტომ რომ 90%-ის ქალებისაც დღეს ეს პრობლემა გვაქვს სამწუხაროდ და მე მყავს ბებო, სხვათა შორის სვანი ქალბატონი, რომლის რეცეპტებსაც, რჩევებსაც ძალიან ხშირად ვითვალისწინებდი და ბებო სულ მეუბნებოდა რომ გადაისხი თავზე დაფნის ნახარში და ასე შემდეგ დაფნას ჩაუმატე ხახვი და მოკლედ აი ეს ერთ დღესაც ავდექი და პლუს ამასთან დაერთო რომ ვნახე ძალიან წარმატებული ბიზნეს იდეა იქნებოდა ეს, იმიტომ რომ ამერიკული TikTok-ი ძირითადად სავსეა ახლა ნატურალური პროდუქციის ყიდვით და სტარტაპერებით, იმიტომ რომ იმ პერიოდში ვცხოვრობთ, როცა ნატურალური ყველაფერი სანთლით საძებარია და მეთქი რატომაც არა. თან ვცხოვრობთ კერძო სახლში, დაფნა, როზმარინი, ყველანაირი მცენარე გვაქვს სახლში, თბილისში და ჩავედი მოკლედ მოკრიფა ეს დაფნა და რა ვიცი, დავიწყე. ჩემი მეუღლე იყო ერთადერთი ადამიანი, თამამად ვიტყვი, რომელსაც სჯეროდა ჩემი. ხო, იმიტომ რომ თავიდან ეს იდეა რო გააჟღერე. აი, მიშა იყო ერთადერთი ადამიანი. მხარდაჭერა, ან ძალიან ესეთი მიზანი, რომ არავის აზრი არ გაინტერესებს და მოდი მე უნდა გავაკეთო. მაგრამ ეხლა დარწმუნებული ვარ შენ შემთხვევაში, რაღაც პატარა კითხვის ნიშნები ალბათ გქონდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორთან ასოცირდება. ეს ბიზნეს ტექნიკ საერთოდ არ იმუშაოს და ასე შემდეგ იყო ეგ რაღაცაები. მაგრამ მიშვარი ადამიანი, რომელიც ყოველწმენობა მიდიმა, რომ მე შენთან ვარ, ეს სიტყვები აქვს ყოველთვის და რა ვიცი, აი ეს ზუსტად პირველივე ის თანხა, რაც სტარტაპს სჭირდებოდა, იქიდან დაიწყო მეუღლის მხარდაჭერით და რა ვიცი, დღესდღეობით 1 წელია აბსოლუტურად დამოუკიდებლად მიდის ჩემი ბიზნესი და ფართოვდება ყოველდღიურად. მაყოფილი ხარ საკუთარი თავით და ის შედეგები მიიღე, რისი მოლოდინიც ძალიან, ქონდა. კი. პირველ რიგში, როგორც ვახსენე, ის თავდაჯერებულობა ისევ მოვიდა ჩემთან, რაც ბავშვების გაჩენის შემდეგ ცოტა ხანი ქრება, იმიტომ რომ ამდენი სტრესი, ამდენი დაძაბულობა ბავშვების გაზრდა, თან დღის მანძილზე მარტო ყოფნა პატარებთან ასე შემდეგ და ეს ყველაფერი ერთბაშად ამოიქაჩა ამ ჩემი ბიზნესით, სტარტაპით და რა ვიცი. მარიამ, გარდა ბებოს ეს საიდუმლოება, რაც გაგიმხილა, მნიშვნელოვანი იქნებოდა მან დამატება ბევრი ინგრედიენტის. იმიტომ რომ არსებობს ახლა ადამიანი, რომელსაც ალერგია აქვს, მშრალი კანი აქვს, ან ცხიმიანი. ანუ აი ეს თუნდაც ზეთი, რომელიც შენ შექმენი, ყველა ტიპის კანისთვის არის განკუთვნილი. აი ზუსტად ეგ მომენტი გვაქვს ჩვენ, იმდენად ბუნებრივი და ნატურალური ინგრედიენტებით ვამზადებთ, რომ ჩემ შვილებსაც კი ვუსმევ და აი 3 წლიდან, 2 წლიდან ჩვეულებრივად აი მithქვამს რომ გამოიყენეთ. იმიტომ რომ აი წარმოიდგინეთ რამდენად ნატურალური არის ზეითუნის ზეთი, უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთი და 5 სახის მცენარე. ეს არის როზმარინი, ლავანდა, კალენდულა და დაფნა. ეს მცენარეები არის აი სრულიად სავსე ვიტამინებით და მართლა ბუნების საჩუქარი, რომელიც უნდა გამოიყენო. შეიძლება ვიღაცას დაფნის ხე ედგას ეზოში და საერთოდ არ აქცევდეს ყურადღებას. და ამ დროს დაფნა არის საოცარი ანტიბაქტერიული მცენარე, რომელსაც შეუძლია ეზოთერიკულად ფულის მოზიდის ნამდვილად ჯერ კიდევ ძველი რომიდან გამარჯვების სიმბოლო და ასე შემდეგ და სუპში და ბორში განსაკუთრებით ხორცის მოხარშვის დროს. მარიამ, იცი რა მაინტერესებს? რა ტიპის ცვენა უნდა ქონდეს ადამიანს, რომ გამოიყენოს ეს შენი პროდუქცია? ჩემი ზეთი ძირითადად და ზოგადად ჩვენი აი ეს პროდუქცია შველის ნახეთ როგორ ამბებს. თუ ვიტამინების ნაკლებობა გაქვს, აი მოგატყუებ და გეტყვი რომ გიშველის. გიშველის, ოღონდ რა მხრივ შეიძლება თმის ძირები თავისებურად გაგიმაგროს, ან შეატყო რომ ელფერი შეეცვალა შენ თმას, უფრო ბძინვარე გახდა, ან სქელი, მაგრამ თუ შენ გაქვს D ვიტამინის, კალცის ან რკინის ნაკლებობა, ის თმისვენა თავისებურად მაინც გაგრძელდება. ამიტომ ჩვენი ზეთი ეხმარება იმ ადამიანებს, რომლებსაც ვიტამინები შედარებით მაინც ნორმაში აქვს და ეძებენ პასუხს, რატომ მცვივათ? რატომ მცვივათ? იმიტომ რომ ძირები არის მოთხელებული და სჭირდება ძირებს გამაგრება, სკალპს სჭირდება დატენიანება და ვიტამინებით გამოყვება. თუ სკალპი არის მშრალი და ვიტამინებით გამოუყვებავი, შესაბამისად გექნება უსიცოცხლოთმა და დაგცვივდება. და შამპუნი და კონდიციონერი ამ ვიტამინებს ვერ გვაწუდის, იმიტომ რომ აი 5 წუთით ხო ავიქაფებთ, ჩამოვიბანთ.
ზეთი კიდევ სკალპს ატენიანებს და მე შენ კარგად იცი ჩვენი ზეთების მოხმარების წესი უნდა გაიჩერო, უნდა ჩამოიბანო და ის იმ დროში ეს სკალპში შედის, შეიწოვება, რასაც მოასწრებს, რა თქმა უნდა. არა მარტო თმის ზეთი, არამედ აქ არის სახელმწო საპნებიც. გვესაუბრე ამაზე, რატომ მოვიდა იდეა, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებულია ეხა თმის ზეთი, ტანის სკრაბი და უცებ სახელმწო ფერადი საპნები. ეს საპნები ალბათ ვიტყოდი რომ უფრო პატარა შვილების პატრონი რადგან ვარ, ხო, მომივიდა იდეა, სხვათა შორის ეს იდეა ჩემ ძალიან ახლო მეგობარსაც ეკუთვნოდა, რომელმაც ასევე მირჩია და თვითონაც დაამზადა ეს საპნები და რადგან მე უკვე 1 წელია თითქმის ვარსებობ ბაზარზე, შედარებით, შევძელი რომ მიმეწვდინა ხალხამდე. სხვა შორის მაქვს მასტერკლასები, ეხლა ჩემი შვილის ჯგუფშიც იგეგმება პატარა ვორქშოპი, რომ ბავშვებს ვასწავლოთ საპნის დამზადება. ბავშვებს ხელების დაბანა არ უყვართ და იქიდან გამომდინარე რომ შეყვაროთ, წავახალისოთ, რაღაცა ის ფერადი ფერები მოვიწყოთ. ეს საწარმო გასაგები, ანუ მეც სოციალურ ქსელში რა ვუყურებთ, უშუალოდ სახლში საპნის დამზადება შესაძლებელია, მაგრამ არის როდესაც გადიხარ რაღაც რაოდენობაზე, შეუძლებელია ის რაოდენობა სულ ხელით ამზადო. აი, რა ტიპის დანადგარებია ამისთვის საჭირო სახლში ხდება თუ სადმე სივრცეში და კიდე ანუ ზეთის დამზადება კიდე საერთოდ რთულია, იმიტომ ვიცით ახლა ხო ერთ დაფნის ფოთოლში ერთი ბოთლი არ იქნება ახლა ეს ამასაჭიროა კილოგრამები იმისთვის მიიღოს გამონაწილე. კი ბატონო. აი ამაზე როგორ მუშაობთ? ამასაც გეტყვით. ეს ხდება სხვათა შორის სახლში, ოჯახში, არანაირი დანადგარი არ მაქვს. ოჯახური, ესე რომ ვთქვათ, ძველებური ბებიების რეცეპტებით, რომლებიც სხვათა შორის ხალხური მედიცინა ძალიან აპრობირებულია და ყველამ ვიცით რომ კარგია, აი ოჯახური მეთოდებით კეთდება. ნედლეული, რა გითხარით უკვე რომ კერძო სახლში ვცხოვრობ და გვაქვს ბევრი. აქედან გამომდინარე ნედლეული არის ზოგება, ანუ მე მეტად ბევრი გეკნებათ. ანუ ჩემი ზეთები, სადაც ეს კეთდება დაახლოებით 1 კვირის 10 დღის მანძილზე, სიგრილეში ბნელ ადგილას ორთხილზე მოხარშული ის ინახება, რომელიც კიდევ ქილებში იხარშება, ანუ თვითონ წვასთან არა აქვს ეს შეხება და გატენილი არის ჩათვალეთ ნედლეულით, აი ამ 5-6 სახის მცენარით, რაც გითხარით. ნანახი მაქვს ვიდეოები ქიმიკოსებთან რომ დადიხარ და ყველა დეტალს რომ აი ძალიან მაღალ დონეზე ამოწმებინებ. ეს პროცესიც გაგვიზია, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია. კი, ნამდვილად, ესეც ერთ-ერთი პატარა ნაბიჯი იყო იმისა, რომ მე მინდა ნამდვილად რომ ეს გავაგრძელო, არ გავჩერდე. მე ვიყავი ტექნიკურ უნივერსიტეტში, ზუსტად ამ დარგის სპეციალისტთან, რომელიც არის დღესდღეობით საქართველოში უხუცესი სპეციალისტი ამისი. და თუ კი საქართველოში რაიმე მაზი, აი იწარმოებოდა ეს აი ოჯახური რეცეპტებიდან დაწყებული მალამოებამდე, ამ ქალის ხელში გადიოდა კიტრის შრატები და ასე შემდეგ ვარდის მიცერალური წყლები. კიტრის შრატი რა კარგი იქნება, გამიკეთე მარიამ. და აი ამ ქალთან მე მივედი რაღაც გარკვეული ინფორმაციების წამოსაღებად და რა ვიცი, რაღაცებს ესე ეტაპობრივად ვაგროვებ და ვამატებ. მარიამ, ეს როგორც მივხვდი, ახლა არის ტანის საშუალება, ყავის სკრაბი. ესეც პრობლემური კანისთვის არის თუ უბრალოდ? არა, ეს არა, პირიქით ამას პრობლემურ კანზე ვერ გამოიყენებთ, იმიტომ რომ ეს აკნეს უფრო მეტად გაამწვავებს. ზოგადად ყავის თვისებები გეცოდინებათ, რომ არის ძალიან მაგარი ანტიოქსიდანტი და ეს სკრაბი არის ტანისა და სახის, იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ აი რამე აკნეს სახით გამონაყარი. აბსოლუტურად აწყრიალებს ტანს, მოყავს ერთ ფერში, სახეზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ და არის ექსფოლიანტი, რაც მთავარია, იმიტომ რომ ყავის გამზადება და ის გრანულები შიგნით სულ სავსეა. ეს არის შავის ბრაზილიური ყავისგან დამზადებული და ერთი ასმა გინდათ მოკლედ რომ თქვენმა ტანმა იბზრიალოს. აუცილებელია ვისაუბროთ, რა კი სტარტაპერი ხარ, აი ამ შეფუთვაზე, სახელწოდებაზე, ფერზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი მაპროვოცირებელი არის კარგად შეფუთული რეკლამა. ეს თავად გააკეთე თუ აქაც მეუღლე დაგეხმარა, მეგობრები დაგეხმარა? გეტყვით ახლა, თავიდან მქონდა ჩვეულებრივი წარწერა, რაღაცა ავაწყეთ ლოგო, როზმარინის ზეთი და ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ძალიან დიდი მოთხოვნა არის ჩემს ზეთზე თბილისში, ბათუმში, როცა მივხვდი რომ უკვე საჭირო იყო რაღაც სახელი, რომ ასოციაცია მოდიოდეს ჩემზე, ზუსტად მაშინ დამებადა ბლუმი იდეა, იმიტომ რომ ბლუმი ნიშნავს აღორძინებას, გაცოცხლებას, ხო, გაფურჩქნას და ზუსტად აი ეს მომივიდა, რომ ნამდვილად ფურჩქნის ქალების თმას, ნამდვილად ახალ სიცოცხლეს ანიჭებს და ეს თვითონ ლოგო რაღაცა ჩემი ასოციაცია
და რა ვიცი, ესე მოვიფიქრე. ყველაფერი ჩემი მოფიქრებული აბსოლუტურად. ბავშვები დედიკო, როდესაც ამ პროცესში როგორ შესწიცინებენ მარიამს? დედიკას უშლიან ხანდახან ხელს. სამაგიეროდ ახლა ისე. ბევრჯერ გადაუყირავებიათ ზეთები და უქცევიათ. გინდა მოხვალ მოდით დედიკოსთან. მოდით. მოხვალ? მოდი ვაჩე. თუ გადაწყვიტავთ, მოდით. მოდით დედიკოსთან. მოდი დე. ისეთი ყურადღებით გისმენდნენ. ხარ ფიქრობ, რომ იმიტომ რომ და იმის გამო რომ შენი საქმიანობა კარგად წარმართო, ბავშვებისთვის ის დრო აღარ გჭირდება, რაც საჭიროა, იმიტომ რომ ესეც რჩება, ხო? ხო, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი ხელშემშლელია ქალბატონებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ახალი საქმე დაიწყონ. არა, საერთოდ არც ერთი წამით არ მიფიქრია. პირიქით ვფიქრობ, რომ ყველა შვილს სჭირდება წარმატებული დედა და ისეთი დედა, რომელიც შეძლებს მისი მიზნების და ოცნებების შესრულებას. აი, ჩვენ სტარტაპერებთან ხშირად გვაქვს ურთიერთობა გადაცემაშიც მათ შორის და ყოველთვის ამბობენ, ან უკვე გავლილი აქვს ეგზა, როდესაც აი თქვით ხო, როდესაც მოთხოვნადია რაღაც რაოდენობის ზემოთ საკმაოდ რთულია ხე ერთმა და ორმა ადამიანმა გაუძღვე საქმეს. ამ შემთხვევაში თუ უკვე გაქვთ ეგ გამოცდილება ან თუ აპირებთ, ანუ დაიმატოთ ადამიანები და რა კრიტერიუმებით იმატებთ ხოლმე? მაგალითად მეუღლე. აი, ეხლა ჩემი საქმელი არა, შეიძლება მუშაობს პანტა, მაგრამ ისე წავიდეს ბიზნესი. ხო, აი მამა ჩემი ეუბნებოდა ხოლმე, რომ აი მარიამის ბიზნესი ისე წავა, შენ საერთოდ შენ სამსახურს დაანებებ თავსა და რა ვიცი. არა, აუცილებლად, რავი, უფლის წყალობით, რა თქმა უნდა, თუ გავფართოვდებით, თუ იქნება ეს ყველაფერი და აუცილებლად იქნება, ალბათ. აუცილებლად დავიმატებ მშრომელ და რა ვიცი, დაუზარელ ადამიანებს. ამას რაიმე განსაკუთრებული ცოდნა აღარ ჭირდება, იმიტომ რომ მე ძირითადად რეცეპტები ყველაფერი შემუშავებული მაქვს, მაგრამ მინდა გითხრათ სახლში იმდენი ვარ, რომ ჯერჯერობით უმკლავდებით ყველაფერს. გაზიანსასმელებს რო ხოლმე სეიფებში და მენეჯერები ერთდროულად არფრინავენ, ისე ხო არ არის ეს რეცეპტი შენახული სადღაც სპეციალურად. არა, ეს საიდუმლო იქნება. ეს რეცეპტები დაუშვათ თქვენ ბებოს რო აქვს, ვიღაცის ბებოსაც აქვს. კი, ნამდვილად. ეს ქვეყანაში უბრალოდ ჯერჯერობით ისე ყურადღებას არ ვაქცევთ, ისე რომ საფუძვლად გამოვიდა. უნდა დავინახოთ, მე ვფიქრობ კიდევ რაღაც ბუნების საჩუქარი მცენარეები თუნდაც. აი ნახეთ, წერან გახსენით თქვენ და ნახეთ ტუჩის ბალმი. იმიტომ არის ესეთი არომატული, რომ სუფთა თაფლის ცვილისგან ვამზადებ. აი ესეთი რაღაცაები, რაც ბუნებრივად გვაქვს, ბუნებაში უნდა გამოვიყენოთ. არ არის აუცილებელი ყოველთვის რაღაც ძვირადღირებულ მაზებში და რაღაცებში გადავიხადოთ თანხა, იმიტომ რომ ნამდვილად მუშაობს, იმიტომ რომ ის ყველაფერი ცხო საიდანღაც დაიწყო. სხვათა შორის მიელე გეცოდინებათ ალბათ ავერსი ერთ-ერთი ძალიან მაგარი ბრენდია და აწარმოებს როზმარინის ზეთს და ერთხელ გადავხედე მათ ისტორიას. ნამდვილად მათაც დაიწყეს ესე სახლის პირობებში თავიდან ესეთი პირველადი რეცეპტით და ყველაფრის ფუძე არის ხალხური მედიცინა, ხო? და რაღაცაები ნუ ბოლო-ბოლო ნებისმიერი ახლა ტექნიკური ვერ დავასახელებ ეთერში ბუნებრივია საზოგადოებრივზე ვართ, მაგრამ აი ეს ტექნიკური გიგანტები რაცაა, ნუ ის ლეგენდა ხო არის, რომ ყველა გარაჟში იწყებდა ხოლმე საქმეს. შესაბამისად ეგეთ სტარტაპი იყო, როდესაც საკუთარი ხელით ადამიანი ინვესტიციებს იჩიშკდებოდა და ნუ დღეს არის ტექნოლოგიური გიგანტი, რომლის დაუშვათ ბიუჯეტები ქვეყნების მილიარდებს აღემატება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აი პატაშა რო აღნიშნე არის ის, რომ თავად შექმნი. კი, შეიძლება ბებოს არის ეს რაღაც ისტორიული დანატოვარი, მაგრამ რაც უფრო წინ მივდივარ და ვითარდება რაღაცები, ხო, უფრო შეიძლება რაღაც ახალი საიდუმლოება გამოიგონე, ახალი ინგრედიენტი და ეს რა თქმა უნდა ყველა მარიცის ეს საიდუმლო და საგვარეულო უკვე ესეთი ბიზნესი იქნება. ხო, რაღაცები თითქმის კი არა, რაღაცები არა, თითქმის ყველაფერი აწერია შემადგენლობა, მაგრამ რა თქმა უნდა თავარი საიდუმლო თქვენიცით. ალბათ თავარი საიდუმლო. როგორი ხარ? სიყვარულით გაკეთებული, მომზადებული იმ ადამიანის მიერ, რომელსაც ნამდვილად უნდა და დედობასთან ერთად რაღაც შეექმნა. და ეს ძალიან ბევრ ქალს უჭირს გადადგმა, სწორად თქვენ წერან, რომ ზოგს ჭირდება ბიძგი და რა ვიცი, ქალებს ყველაფერი შეგვიძლია, დედობაც, მეუღლეობაც, დიასახლისობაც, მუშაობაც და ეს მე მგონი უნდა დავაფასოთ. ძალიან კარგი არის, წარმატებას გისურვებთ. უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბაზარზე ამ მიმართულებით დიდი კონკურენციაა, მაგრამ თქვენი ხელწერა თქვენი არის და გისურვებთ ძალიან ბევრ კმაყოფილ ხმარებელს.
და მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე და ჩვენს სილამაზეზე. ეს მამაკაცის წვერი სადაც მის მოვლა. ანუ გაიფურჩქნები უღმესი მადლობა. ძალიან გამიხარდება თუ გამოიყენებთ და რა ვიცი მენდობით. გაგანთ შემდეგ შედეგს დაგძანდით ჩვენთან რამდენიმე ერთად. წამში ისევ ახალი თემით დაგიგებთ. მადლობა. მერი უნდა შემოგვიერთდეს თავისი არაჩვეულებრივი რუბრიკით საინტერესოა. საინტერესოა ამჯერად მის გაგვაცნობს იმაზე უკეთ ვიდრე ვიცნობთ. მოდი ყურადღებით გისმენთ მერი. კარგი, დავიწყოთ პირდაპირ. აი შეულებრივი ამბავია ჩვენ ასე შეშტებით ხოლმე ეთერში. ჩემი რუბრიკის ხუთი უნდა გასულიყო, არ გავიდა. მართლა ეთერში არ ვარ. ყურში რატო არ გვეუბნებიან? თამუნ არ არის იქ? რამდენ წამში ბრუნდებით? ირა, დაიკიდე, რამდენ წამში ბრუნდებით? ვერაფერი ვერ გავიგე. დებოდა აუცილებლად, მაგრამ ხაში დაგვემატება ასე რომ სხვას შემოგაშველებთ აქედან ჩემო ნონა. კი ბატონო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ესე იგი, და პატა დღეს არის პარასკევი და როგორც წესი მერი უნდა შემოგვიერთდეს თავისი არაჩვეულებრივი რუბრიკით და საინტერესოა დღევანდელი რუბრიკის სტუმარი ვინ არის მისი და ვის გავიცნობთ იმაზე უფრო კარგად ვიდრე მას ვიცნობთ. ამიტომ მოусმინოთ ყურადღებით. მოკლედ დღევანდელი ჩემი რუბრიკის სტუმარი არის ადამიანი, რომლის ცხოვრება გამორჩეულია ნიჭით, საქმისადმი ერთგულებით და ქვეყნის სიყვარულით. ის არის აჭარის დამსახურებული არტისტი და დამსახურებული მოღვაწე იუსუფ კობალაძის პრემიის ლაურეატი, მამაკაცის როლის საუკეთესო პრემიის მფლობელი საქართველოში. მისი გზა სპორტიდან თეატრამდე, სცენიდან კამერამდე, ბრძოლის ველიდან ხელოვნების სამყარომდე აჩვენებს მის ერთგულებას, მიზან დასახულობას და მრავალფეროვან ნიჭს. ჩემი სტუმარი გახლავთ ავთო ქარჩავა, მსახიობი. მოგესალმებით ბატონო ავთო, დიდი მადლობა რომ დამითმეთ დრო და მობრძანდით. გამარჯობა, მობრძანდით. მოგესალმებით. დიდი მადლობა უპირველეს ყოვლისა მოწვევისათვის და ნება მომეცით მივესალმო თქვენს მაყურებელს, მივესალმო ჩემს მეგობრებს და იმ ადამიანებს, რომლებსაც დიდი ხანია არ უნახევარ და დღეს მეძლევა საშუალება თქვენი დამსახურება ეს რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს და ახლობლებსაც მივესალმო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ავთო. მოდი დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, იმიტომ რომ მინდა ჩვენმა მაყურებელმა ბატონი ავთო გაიცნოს, დაინახოს სხვა კუთხით. ანუ ყველა მიცის რომ თქვენ არტისტი ხართ და უამრავი დამსახურება გაქვთ, მაგრამ როგორ ოჯახში აღიზარდეთ, რა ფასეულობები იყო და ვინ იყო თქვენი მოტივატორი ბავშვობიდანვე? მოდით ბავშვობიდან დავიწყოთ ყველაფერი. კი ბატონო, ოჯახი ჩვეულებრივი, საშუალო ფენის ოჯახი, დედა მამა, მამა ჩემი რკინიგზელი გახლდათ, უფრო სწორედ მე მანქანე. საერთოდ რკინიგზელების ოჯახიდან, პაპა ჩემის, ბაბუა ჩემის რკინიგზელი იყო, გიმნაზია ჰქონდა პეტერბურგში დამთავრებული. დავიბადე 1954 წელს, 16 დეკემბერს. 16 დეკემბერს. აი, ორ კვირაში რაღაც დაბადების დღე მექნება, 71 წლის გავხდები. დავიბადე რკინიგზის საავადმყოფოში, ხას უსმებ რკინიგზას. დედამამა ხო მკითხარით, სად მუშაობდნენ? ბაგაბაღი რკინიგზის ბაგაბაღი. სახლს რკინიგზის სახლი ერქვა, 4 ნომერი, მეტრნახევარში ჩამოდიოდა ლიანდაგები. სკოლა, რკინიგზის სკოლა დავამთავრე.
და ერთი რაღაც შეიძლება მოუყვე. რა თქმა უნდა, თქვენ რაც გაგიხარდებათ ბატონო ავთო, ის მოყევით და გაუზიარეთ. ჩემი მეგობარი გახდათ დეპარტამენტის თავმჯდომარე და რაღაც დღესასწაული იყო და მთხოვა ეს დღესასწაული მეწამეყვანა და მე გამეკეთებინა რეჟისორულად და ეხლა 8 მოსილი რკინიგზელები აჯილდოეს შემდეგ აი ბანკეტზე უთხარი რომ აქ დავიბადეს დავამთავრებს და ესე მე ყველაზე კარგი რკინიგზელი გამოვდივარ მეთქი და რა ვიცი ასე რომ შემდეგ სკოლა დავამთავრე 72 წელს თბილისში მინდოდა წასვლა თეატრალურ ინსტიტუტში მაგრამ დედამ სასტიკი ვარი მითხრა. აი, ნიშნულოვანი დეტალი გავაჟღერეთ. სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. ეხლა ჩემი მეზობელი გახდათ სპირიდონ პიკა-თეთრაძე, რომელიც გახდათ ჩვენი პირველი სახალხო არტისტის ქალბატონ ნუნუ თეთრაძის ძმა. ისინი ხშირად სტუმრობდნენ თავის ძმას და მინი კონცერტი იმართებოდა, მისი რძალი გიტარას უკრა, მე მღეროდი ხან ლექს ვამოდი, რაღაც აქედან ახე ბავშვობიდან რაღაცეები. ანუ ბავშვობიდანვე გრძნობდით თქვენც ალბათ და გარემოცვაც. მაგრამ არ მიფიქრე არასოდეს, რომ ამ გზას გავყოლოდი. სკოლის პერიოდში სპორტით ვიყავი დაკავებული. აჭარის ნაკრების წევრი გავხდი, კაპიტანი ვიყავი 7 წელი, ნაკრებში ვთამაშობდი საქართველოს. მინდვრის ჰოკეიშიც ვიყავი და ეგ ოსტატობის კანდიდატიც გავხდი, პირველი საქართველოს ჩემპიონი ვარ, მინდვრის ბალახის ჰოკეიში უბრალოდ. რამდენი წლის იყავით ბატონო ავთო მაშინ? ეს რაღაც მე-6-7 კლასიდან და აქვე მინდა აღვნიშნო, ეხლა რომ მოსწავლე ახალგაზრდობის ის არის პიონერთა პარკი იყო მაშინ და იქ იყო მწვანე თეატრი. სადაც დრამატული წრე იყო და მე 6 კლასიდან მოვხდი მაგ თეატრში ლევან ღლოტი დგამდა მებებია ილიკო და ილარიოს და აი პირველი ნათლობა სურიკელა იყავი? არა, სოფლელი ბიჭის პატარა როლი, აი როშემორბის დეპეშა როშემოა. აი ეს იყო და ეს იყო. ხიბლში ჩავარდით? არა, ეს უბრალოდ ანუ ხიბლში იმ გადაწყვეტილების რო ხელოვნება თქვენი იყო. არა მგონია, მამდენი ტვირი არ მქონდა ეხლა მე, რომ ეხლა მაქით წავსულიყავი, უბრალოდ მომწონდა და შემდეგ დავამთავრე სკოლა, რადგან თბილისში არ გამიშვეს, დედამ მთხოვა, რომ აქ ცადეო, მაშინ იყო პედაგოგიური ინსტიტუტი. დღეს საიუბილეო თარიღი 90 წელი უსრულდება ჩვენს უნივერსიტეტს და აქედან ვისარგებლებ შემთხვევით და მე მინდა ეს ჩემი ინსტიტუტია, პედაგოგიური იყო მაშინ და მეც გარკვეული წლები ვისწავლე და მინდა სულით და გულით მივულოცო ყველას ეს საიუბილეო თარიღი და უსულო წარმატებები. შემდეგ მოხვდი პედაგოგიურ ინსტიტუტში როგორც სპორტსმენი ფიზიკური აღზრდის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. და აქ იყო დრამატული წრე. იური ცანავა ხელმძღვანელობდა და დაიდგა უკვე სერიოზული დიდებული ადამიანი. დიდებული და ჩემს ჩამოყალიბებაში ადამიანურში ხელოვნებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბატონ იურის, ბატონ ერვერ ჩაიძეს. დაიდგა სპექტაკლი ოჯახური აურზაური და ეს სპექტაკლი ჩვენს პრემიერა აქ ჩვენთან დისცენაზე ვითამ ტევარ იყო დარბაზში. იმდენად წარმატებული იყო ეს სპექტაკლი, მაშინ გახდათ ბატონი მურატ ხინიკაძის დირექტორი და მომიწვია თეატრში, მაგრამ ვერ შევძლებდი ვერაფრით. თეატრში მოგიწვია. მომიწვია, მაგრამ ესე იგი ბატონო ავთო როგორი ნიჭი დაინახეს თქვენში მაშინ რომ უცებ თეატრში მოგიწვიეს. მომიწვია, ხო, იმიტომ რომ კარგი სპექტაკლი იყო, ყველანი კარგები იყო. მაგრამ იქ ლექციები არ გამოდიოდა არაფრით და დავამთავრე ეს პედაგოგიური ინსტიტუტი. და მაშინ იყო ეგეთი რაღაცა 2 წელი უნდა განაწილებული ყოფილიყავი რაიონებში ზედა აჭარაში, ზემო აჭარაში და მე არ ვიყავი ნამყოფი მაშინ მოგეხსენებათ კომუნისტების დრო იყო და საშვი სპეციალური საშვი ჭირდებოდა აი იქეთ რო გასულიყავი და რო ჩავხედე განაწილების ფურცელს ეწერა სოფელი კორტოხი. ეს არის ხულოს რაიონი. კორტოხი ჩვენ ვეძახდით გურიაში ესე. და აქ დავიდე თავზე ხე სად ყოფილა მეთქე რა ხა ნამდვილად არ ვაპირებდი წასვლას და შეიქმნა ჯგუფი. აჭარის ბათუმის ჯგუფი შეიქმნა და
მოხდი ამ ჯგუფში მნახეს და წავედი. ამ ჯგუფში წავედი თბილისში და დიპლომი არ მაქვს, ატესტატი არ მაქვს, არაფერი არ გაძლევენ დიპლომს, იქ უნდა წახვიდე. ჩამოვედი. ქალბატონმა ბაბულია ნიკოლაიშვილმა გამომიშვა. ეს მეორე გენიალური ადამიანი. და ბატონი ვასო კიკნაძე და რაღაც დიპლომი ჩამოიღო, რაღაც საბუთი უნდა შეიტანო და ბატონი ვახტანგ წულუგიძე გახდათ განათლების მინისტრი და ბატონი მურადი შემყვა. უბრალოდ წამიყვანა და იქ დამაწერინეს განცხადება. იმ შემთხვევაში თუ მე ვერ მოხვდებოდი თეატრალურ ინსტიტუტში, დაუბრუნდებოდი იმ ადგილს, სანამ გამანაწილეს კი ბატონო მეთქი და მე მახსოვს ბატონი მურადი მიუბრუნდა და უთხრა რომ იქ სხვა გავუშვით ეს არ დაბრუნდება. ეხლა ხომ იცი მე როგორი გამოცდები არის და აუდიტორის აბიტურიენტები რამდენია თბილისში. იქ არის პირველი ტური, მეორე ტური, მესამე ტური და გამოცდა, ხო? არც ერთი ტური არ გამივლია. არც ერთი ტური არ გამივლია. რო ჩავიტანე ეს საბუთი პირდაპირ გავედი. თქვენი მღვლიანი ყოფილხართ ბატონო ავთ. სხვათა შორის რო დავიბადე რკინიგზის ავტობუსში, მე გვიან მითხრა დედა, შენ შვილო ბადეში ხარ დაბადე. მართლაც ბადეში დაუბადებულ ვარ და შემდეგ ის ბადე წავუღია ვიღაც ბებია ქალს რაღაცას და ესე ამბობ მე რა ვიცი რომ ის ბედი იმაცეც გადადის ვისაც აქვს ახლა ის ბადე და ხომ ჩვენ კარგად ვიცით თეატრალურ უნივერსიტეტში ესე მარტივად ვერ ხვდებიან ადამიანები, იმიტომ რომ არც ნეპოტიზმი მოქმედებს, არც არაფერი გარდა. თავარი რა არის? ინსტიტუტი დამთავრებული მაქვს. თავი ქუჩი ხე მოხვდები თუ არ მოხვდები, არ ნერვიულობ და შით რო შევედი ამ დარბაზში, გული კინაღამ გამისხდა, ისეთი ხალხი ისხდნენ დოდო ალექსიძე, მიხეილ თუმანიშვილი, გიზო ჟორდანია, ლილი ვესელიანი, ქალბატონი ეთერი, არ ვიცი, აი ნახები მთელი საკადე. შეგეშინდებოდა უბრალოდ რა შეგეშინდებოდა. რაღაც რაც იყო ეს წასეკითხე ესენი თქვი მე იცეკვეო ბატონმა მიშა ეს ცეკვეთ გადიო გარეთო მე მივცეთ ეტიუდი არ მივცეთ ეტიუდი რა დაგავალეს არა გითხრათ რა მივცეთ ეტიუდი არ მივცეთ ეტიუდი მივცეთ და მიყვარდა ეს ეტიუდი და მომეცით მე უთხარი ეტიუდი ქალბატონმა ლილიმ იოსელიანი დიახ აი თქვა ეხლა ხო ჩააბარეთო აი ზუსტად გეუბნებით მე რა ვიცი ჩავაბარეთო დავუშვათ ჩააბარეთო ავტოკალამი დადო მაგიდაზე ეს გადითო ეხლა და გამოცდას რომ დავიწყეთ სხვა აბიტურიენტის თქვენ შემოდითო და წაიღეთ ეს ავტოკალამიო და მიდით მოიფიქრე არ მინდა მე უთხარი მე გავალ მე უთხარი და წავიღებ მაგ ავტოკალამს მეთქე და არც მინდა რომ იმას ხელი შეუშალო აბიტურიენტს ახლა დაძაბულია რაღაც იმ დროს რო შევიდე შევაღე კარი იმ ხელა მიყვირა იფიულა ну გამლანცხა რასაც შემოდიხარ რო შემოდიხარ შენ ესეთა შენ გავოცდი კაცო და ბოდიში მე ვთხარი ხო გახსოვართ ყველა სახლი აქ ვიყავი მე რა გინდაო და რო შემოვდიოდი ავტოკალამი ვინათხოვრე ქალბატონისგან მე მგონი აი ამ ინსტიტუტის თანამშრომელი რო გავედი მელოდებოდა და მე აქ დამრჩა კალამი მეთქი და სად არის მე მოდი და წაიღო ხო ხედავ აქ გამოცდა მეც და მივედი არ არის კალამი ავიხდე აქ გაკეთებული ვაიმე უი აგერ ყოფილა მეთქი და ამოვიხეს ამ ჩემი რო იყო სიამოვნებით საჩუქრად დაგიტოვებდით მე ეგ იყო ეხლა ესწრებოდა რადგან ჯგუფი იყო მინისტრის მოადგილე აჭარის ღლონტი იყო ციტებული ადამიანი და ფრიდონ ხალვაში ეს ფურცელი მაგ ჯიბეში და სხვათა შორის ვარ მარტო წასული 60 მანეთი ვესესხე მეზობელს და გავიპარე დედა ჩემ არ იცოდა არა და იქ ახლა მე ხო იცი ერთ აბიტურიენტზე 20-30 კაცი ახლა რომ გამოვედა ბიჭი რა მიიღე და რა ვიცი მე ვთქარა ეს მაგჯი ვახ მეც არ ვიცოდი არაფერი აღმოჩნდა რომ იმ წელიწადს დაიწერა 2-5-იანი მისაღებს ერთი მე და ერთი ამური კაკაურიძე იყო და
მისაღებზე რომ ოსტატობაში 5 იანს მიიღებ, ჩათვალე რომ გარანტირებული გვაქვს კარიერაც შემდეგ თუ არ იზარმაცებ და გეყვარება ეს საქმე. ესეც საოცრება იყო, ქართული ხო იყო, ისტორია ხო იყო, ჩასაბერე წერა იყო და მარტო ერთ გამოცდას მოვყვები, ავიღე ბილეთი. თუმცა შემოვიდა, შემობრძანდა ქალბატონი ბაბულია და ვასო ნიკოლაიშვილი. აბა რასაკითხები გაქვთო და მოკიდახეთ ჩემ ბილეთს ხილ და პასუხი დავჭიქე ხე გამოსწრების წინ და აბა ერთი სონეტი წაიკითხე შექსპირის. წავიკითხე ეგ სონეტი. ახლა ამას 5-იანი არ ეკუთვნის. ეგრევე ისტორიაში, ეგრევე მე თქვი ხო არ მაშაყირებერა. ესე 5-იანებით გავედი. ბატონო ავთო, თქვენ თქვით რომ აი ბავშვობაში ვთამაშობდი, აი ესეთ ადამიანებთან ჰქონდათ შეხება. თქვენ თავად საერთოდ გრძნობდით მაინც რომ აი ეს ისე ოსტატურად გამოგდიოდეთ რომ თუნდაც აი ეს მეზობლები სადაც სპექტაკლი იმართებოდა ამ ვიწრო წრეში ტაშს გიკრავდნენ და ახლა რა რიცი სკოლაში სწავლის პერიოდში არ გამოვირჩევოდი კარგი სწავლით. მაგრამ სკოლისთვის ვიყავი კარგი, მაშინ ოლიმპიადები იყო და 80 ქალში რო ერთი სოლისტი ბიჭი იქნები და მე იყო რაღაც დადგმები. აი მხატვრულ პროგრამებში სულ ხშირად ვიყავი ჩართული და სპორტულ პროგრამებში. აი ამაში სკოლას გამოვადექი რა, ნამდვილად გამოვადექი და შემდეგ თეატრში. ჩვენთან. შემდეგ აი როდესაც დაამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი, რომელ თეატრში მოხვდით ეგრევე? თუ არ მოხვდით და მე როგორი მნიშვნელოვანი ფაქტია. როგორი იყო უკვე ხდებოდა განაწილება, მე რა თქმა უნდა ადრე ანაწილებდნენ თეატრებში. აჭარი ჯგუფი ვიყავი და მე უნდა დაუბრუნებულიყავი ბათუმის თეატრში და იქ მივიღე რექტორის კაბინეტში, აი ბაზარში რო დადგები და ვიდის ვაჭრობა და იხსნებოდა მაშინ ახმეტელის თეატრი. მიმიწვია მთხოვა და ორმა თეატრმა კიდევ. მე მადლობა გადავუხადე რა თქმა უნდა და ამ მადლობასთან ერთად უარი ყველანი იქა ბატონი მიშა კათედრის გამგე ყველა უჩიტელს მიძახო და ბატონი ეს ხომ მქონდა დამთავრება და უჩიტელი სად არის თუმანიშვილი რა მიხაილ ივანიჩი ღმერთმა ცხოვნოს დიდი მადლობა გადავუხადე თუ თქვენ ჩემში დაინახეთ ის რომ მე ჩამთვალეთ საჭირო და თქვენს თეატრში მიმიწვიოთ ესე იგი მე მაქვს უფლება რომ დაუბრუნდე ჩემი ქალაქის თეატრს და თუ რამ სიამოვნება შემიძლია მე სცენიდან მივაყენო მაყურებელს ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ ბათუმის თეატრი და ბათუმის მაყურებელი იმ შემდეგ ვარ აქ ჩემს თეატრში შენიერი არ შემიძლია არ წავაგე ეხლა წაგებაში რას გულისხმობ ძალიან ბევრი როლი ვითამაშე ბათუმის თეატრში და თუ ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება 38 მთავარი როლი მაქვს მარტო აქ შესრულ 30 ეს ცოტა არა ეხლა ყველა ისეთი კი არ არის აქ გამოვარჩევს სამსოც მაგრამ 38 ერთ თეატრში ითამაშო მთავარი როლი ეს და უყვარდეთ მსახიობებს და პატივს გცემდეთ დღემდე ესეც მნიშვნელოვანია ჩვენ ისეთი პროფესიაა თქვენი რომ არ არის მარტივი იმიტომ რომ აი 40 ადამიანში 25 ადამიანში ეს თამაში ერთმანეთთან ურთიერთობა შემდეგ გარეთ კულისებში ურთიერთობა მნიშვნელოვანია მიყვარს ახალგაზრდები მიყვარს ნიჭიერი ადამიანები და როცა ადამიანს ატყობ რომ იმაში ხედავ რაღაცა ნიჭ უნდა მიხვიდე და უნდა უთხრა და უნდა გაუღრმავ სტიმული უნდა მისცე სტიმული და ეხლა ჩვენი პროფესია ისეთია მუდამ დაძაბული აი მე ახლა როლს რომ აძლევენ აი დღესაც ხო რომ გადავშლებ სამაგიდო სამუშა მეშინია მეშინ სულ ჩემთავს ვეუბნე იმუშავებ გამოიმუშავ ესე არიან და მით უმეტეს მე გამოცდილი ვარ და ახალ ბედა რო არის მოსული იმას მით უმეტეს და იმას უნდა სტიმულის მიცემა და ეს ძალიან კარგია და ეხლა ყველა მე ვატყობ მსახიობს ახალგაზრდა რომ მოდის ერთი 10 წლის მერე როგორი იქნება ვატყობ და რა ვქნა აი როგორ რას ითამაშებს როგორ ითამაშებს საწავა როგორ სად გაჩერდება ღმერთმა ნუ გააჩეროს ნუ ეს არის შემოქმედებითი პროცესი და იზრდება ყოველთვის და ეხლა ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდობა ჩვენს თეატრში ეხლა ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რომ ბედნიერი ვარ რომ ამ კოლექტივში ვარ ყველა ასაკის ქალბატონებზეც მაქვს საუბარი და მამაკაცებზეც
ყველა თაობის ნიჭიერი მასალა არის კარგი. ეხლა მოხელე უნდა კარგი აი ამ მასალას რომ კარგი შენობა ააშენოს. მე ცოტა ხელო შემოქმედებითად ვამბობ და კარგი ხელოსანი კარგ შენობას ააშენოს. კარგი რეჟისორი. კარგი რეჟისორი ხელობას მე რეჟისორს. ბატონო ავთო, სანამ კიდევ უფრო სიღრმისეულად თეატრზე ვისაუბრებდეთ, მე არ შემიძლია რო არ გკითხოთ და რო არ გაიხსენოთ თქვენ ის ფაქტი, როდესაც თქვენ წახვედით აფხაზეთის ომში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტი თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენი რაობა და ინდივიდუალიზმი და თქვენი სიყვარული ქვეყნის მიმართ გამოიხატება ამ განაბიჯის გადადგმაში. დიდი მადლობა, მაგრამ რამდენი წელი გავიდა აფხაზეთის ომიდან და მე ყოველთვის ამ კითხვას ვერიდებოდი და გაურბოვდი, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი. დაწყები და ბოლომდე იქ ვიყავი. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩემი თანამებრძოლი მიჭირს. ხანდახან გადაცემას უყურებ ხოლმე აფხაზეთზე რო საუბრობენ და ისიც რაღაცას ყვებიან, სადაც მე ვიყავი უშუალოდ იქ და ის მიწყვება ის არისო და არასწორად ყვება და გაჩერე ისეთ რაღაცას მოყვები. ამიტომ მე ვერიდები. წავედი ჩემით. მახსოვს დიმა ჯაიანი აცხოვნა ღმერთმა სოხუმის თეატრის მსახიობი გამოვიდა და თქვა რომ ბიჭებო ჩამოდით და მე და ჩემი ძმაკაცი, ჩვენი თეატრის მსახიობი აკაკი სვანიცე. წავედით და ჩავედით. მე ამას რას ვარქმე ვიცი? ჩემს თავს უთხარი, შენ გიყვარს საქართველო. ორი რამ არის სამშობლო და დედა. ვერ გაყოფდა. თუ გიყვარს, როცა დაჭირდება შენ სამშობლოს, მისცემ სიცოცხლეს. ეს გავაკეთე, გამოვცადე ჩემი თავი. მე წავედი, მაგრამ ცოცხალი დავრჩია. ეს ხო შეიძლება და მომხდარიყო, მაგრამ მე გულწრფელად წავედი. ჩემი საქმე ბოლომდე ვაკეთებ, მაგრამ ის ვერ გავაკეთე, მარტო მე ვერ გავაკეთებდი და ბევრ რაღაცა ვიცი და ბევრს არ ვლაპარაკობ, ამიტომ სულ ვერიდები რა ხდებოდა იქ. ამიტომ აი ეს თქვენი განვლილი ცხოვრება დიდ პატივისცემას თქვენი მეგობრების მიმართ აღუდგენს. აფხაზეთის ომზე უნდა გითხრათ. ჩვენ წავედით, მაშინ დაიდგა სამანიშვილის დედინაცვალი და მე პლატონს თამაშობდი და აკაკი სვანიძე კირილეს. ეხლა როგორ არის ქართული პიესატლეტია, სადაც ჩვენ მეომრები ვცხოვრობდით, გამოვიდა პატარა სცენა დავინახეთ. მე და კაკომ და ფორმაში ვართ ავტომატები და კაკოს ვეუბნები, ნახე კაკოს სცენა მეთქი. გავედი და მოდი აი ჩვენი სცენა გავითამაშოთ მეთქი რა. დავიწყეთ მე და კაკომ აი ეს ავტომატები ცხენივით ამოვიდეთ და დავიწყეთ ამ სცენის თამაში და ვერ მივხვდით ეს 1500 კაცი როგორ მოგროვდა იქა და ტაში რო დაუკრეს მე იქ ვითამაშეთ აი მეომრებმა ეს მახსოვს და მე ერთმა გამახსენა გახსოვთ მაშინ სამანიშვილის დედინაცვალი და სცენა რო ითამაში იყო ეგეთი რაღაცებიც იყო აი ეგეთ პიროვნება რომ ბრძანდებით ჩვენ თეატრზე საუბრობდით მნიშვნელოვანი ფაქტია თუნდაც ის ახალგაზრდები რომ მოდიან ან თუნდაც ის კოლეგები რომლებიც თქვენთან თამაშობენ აი შინაგანად ეს დადებითი ენერგია არა შური არა ბოღმა პირიქით გვერდში დგომა და მხარდაჭერა ესეთი წარმატებული ნიჭიერი კოლეგის იმიტომ რომ ალბათ ახალგაზრდებს სტიმული ჭირდებათ, აქვთ თუ არა ნიჭი, შეუძლიათ თუ არა, ეს ყველაფერი მათში ბუდობს, მაგრამ თქვენნაირი ადამიანი, თქვენნაირი კოლეგა რო აი ესე გადადგამს ბატონო ავთო ნაბიჯს, ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ნახეთ სადამდე მინდა მივიყვანო ეს კითხვა. თუ ადამიანს აქვს შიგნით არა ადამიანის სიყვარული შესაძლებელია რომ დაუხშოს იმ ახალგაზრდას ეს მიზანი. შესაძლებელია დაუკარგოს ეს სიყვარული და დააკომპლექსოს და ისე შეაშინოს რომ პიესა ვერ აიღოს და ვერ ითამაშოს. ეხლა რაშია საქმე? მე ეხლა ვლაპარაკობდი ნიჭიერ ახალგაზრდებზე, მაგრამ შეიძლება ნიჭიერი ახალგაზრდა მოვიდეს, მაგრამ რამოდენიმე წელი ვერ გაიხსნას რა.
იმას ხელი უნდა შეუწყო, რომ გაიხსნას. ნიჭიერია რა, რაღაც ზღუდავს, არის ეს ჩვენი პროფესია ესეთი და აი ამას ყველაფერი უნდა გავუკეთო, რომ ეხლა მე ახალგაზრდებს ვეუბნები ხშირი თქვენ ბრძანეთ. როგორ უნდა იყო იცით თეატრში? სხვისი წარმატება უნდა გიხაროდეს და ის წარმატებლობა ღმერთმადაება თუ რაღაც არა ისიც შენი წარმატებლობა არ უნდა იმის ტკივილი შენი ტკივილი უნდა იყოს და იმის სიხარულით აი მაშინ იქნება კოლექტივი ერთიანი როგორც ეხლა არის სხვათა შორის რა ერთიანია და მიყვარს ამას არაფერი არ ჯობია როცა კოლექტივი ერთიანია ყველა სიხარული ერთია და ყველას ტკივილი ერთი ტკივილია წარმატება ყველასია წარმატება ხდება ხოლმე ხან წარმატებულია ხან წარმატებელია და ეგრეა რა ეგრეა ბატონო ავთო ჩვენ ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და პატარებიც გვიყურებენ ზრდასრულებიც გვიყურებენ მაგრამ ჩემი შვილიშვილებიც ალბათ აი დიახ ალბათ ბაბუას უყურებენ მოგესალმებით ეთერიდან რა თქმა უნდა და შვილთა შვილებიც მაგრამ მთელი ოჯახი გვიყურებს ხო ეხლა რა არის ერთი წუთი ჩემომერი ახლა დასამალი არაფერი არ არის მე მთელი საქართველოს მიცნობს ქალაქი მიცნობს და მე მეორე ოჯახი მაქვს შექმნილი ხო ესეა და როცა ოჯახია საუბარი ერთიანია ყველა ამიტომ 3 ქალიშვილი 5 შვილიშვილი 2 შვილთაშვილი რძალი და სიძე და მე მინდა აქვე მინდა აღნიშნო რომ ვინც ამყავს ახლა მეუღლე დედა ტერეზას ეძახიან ყველას დამხმარე ყველას გვერდში მდგომი და მე რო დღეს აკვსი ვარ მისი დამსახურება ძალიან ზრუნველი ძალიან ყურადღები ეხა მამაკაცები ცოლის ქებას არ იწყებენ მაგრამ მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო ყველას აქიდან მინდა რომ ესეთია და მინდა რომ ყველა ესეთი იყოს ძალიან დიდი მადლობა ბატონო ავთო ამ სიყვარულისთვის აი ამ ემოციების გაზიარებისთვის და მართლა ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს და მინდოდა მეთქვა ის რომ აი ეს ემოცია რაც თქვენ გაუზიარეთ ალბათ მათი ოქროს გასაღები იქნება როდესაც ის დაადგებიან იმ კარიერის გზას რომ არავის არასოდეს არ უნდა შეგშურდეს პირიქით უნდა ვუსუროთ ყველას სიკეთე სიყვარული შევეცადოთ მაინც შესაძლებელია რთულია ხელოვნებაში მაგრამ ის ყველაფერი შემდეგ დადებითად მე ჩვენს პარტნიორები ვიყავით რამოდენიმე სპექტაკლში და ეს გამოცდილება თქვენს გაქვს ჩვენი და სხვათა შორის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორს სცენაზე როცა კარგი პარტნიორია ერთის და მეორეც გამართულია რა სპექტაკლი დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან პარტნიორს ამაში დარწმუნებული ვარ და სულ შენ ვერ არჩევ პარტნიორს ეს რეჟისორმა მაგრამ ან შენ უნდა მიხვიდე იქამდე შენ უნდა მოიყვანო ის შენ აი პარტნიორობა მაქვს ხედულობაში და არის ეს არის ურთულესი პროფესია შენ მოგეხსენება ურთულესი პროფესია და ზოგს სცენაზე რო გამოხდა ტაში რო დაგეკრას რაიული გონიათ რაიული და სხვათა შორის ყველაზე დიდი ჯილდო თქვენ ახლა ჩემი რაღაცები ჩამოთვალეთ ხო ეს არ არსებობს ჯილდო რაც არ უნდა მისცემ სახეოს გინდა ვარსკვლავი გავხსნა გინდა ეს არ არსებობს ჯილდო ერთი ჯილდოა რომელსაც ვერაფერი ვერ გადაფარა ეს არის მაყურებლის ტაში და მაყურებლის სიყვარული და აქედან მინდა აი 80 წლიდან ხანდახან რომ მიდივარ მე თქვენ სპექტაკლებზე გავიდა ყველა მაყურებელს ვისაც ვახსოვარ მოვესიყვარულო და მივესალმო და დიდი მადლობა გადავუხადო იმ სიყვარულისათვის და იმ ტაშისათვის აუ რამდენი ტაშია ერთად ეხლა ესენი ყველა მე გიხდით დიდ მადლობა სტუდიაში რომ მობრძანდით დაგემშვიდობებით დრო მოვიდა რომ მაყურებელსაც თქვენ დაემშვიდობოთ და ჩვენ ცოტა ხანში დავბრუნდებით ერთი წამით ხო შეიძლება დიდი მადლობა თქვენ და ზურა გოშაძეს აქვს პატარა ლექსით მინდა კი ბატონო აი ბოლოს რობს და ზურა არ მაწყე იქ თბილისი აქ და მე ბათუმს ჩავთავში ბოლო ჭიქავს ვამ იქნებ ვინიცის ერთი სიმღერის ფასად მე ბეღურა ვარ ჩემი ბათუმის და არ გაუფრინდები არსად სულ მუდამ აქ იქნები ჩემო ბათუმელი მიყვარხართ გენაწილ უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისათვის უღრმესი მადლობა თქვენ ჩვენ კი რამოდენიმე წამში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით
დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ახლა ლინდა მესხიძე უნდა შემოგვიერთდეს თავისი რუბრიკით აჯაფსანდალი, რომელიც დღეს ძალიან საინტერესო ორ კერძს მოგვიმზადებს. ეს იქნება ხბო საფერავში და ელარჯი, ორივე კერძი დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის ძალიან საყვარელი კერძი არის, იმიტომ რომ უგემრიელესი არის. აი ხბო საფერავში შიშობ არა, ვარაუდობ რომ არ მექნება დაგემოვნებული, რასაც ვერ ვიტყვი ელარჯზე, რომელიც ჩემთვის არის უსაყვარლესი და უგემრიელესი კერძი. მოკლედ, მოდი შემოვიყვანოთ ლინდა ჩვენს ეთერში. ლინდა, დღემშვიდობის და მოგესალმებით. ლინდა, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე რისოფო პაატა, მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს. დღეს პარასკევია და ყველაზე გემრიელი რუბრიკა არის ეთერში აჯაფსანდალი. ალბათ სამყაროში ჩვენი გიორგი როგორც ყოველთვის როგორც ყოველ პარასკევს. პაატას განსაკუთრებენ სტუდიიდან როგორ ახარო? გადასარევად თქვენთან სტუმრობის შემდეგ უფრო კარგად. ძალიან კარგი. ხო ალბათ. გიორგი, მითხარი აბა დღეს რას ვამზადებთ? დღეს მე და ლინდა ტრადიციულად ვამზადებთ ურთულეს პოზიციას გრილ პოინტის სამზარეულოდან. ეს იქნება უნაზესი საქონლის ხორცი, წითელი ხახვით და საფერავის соусით. გამომდინარე იქიდან რომ ჩვენ ცოტა დრო გვაქვს ყოველთვის ცოტა. დიახ. და ამ კერძს ჭირდება დიდხნიანი რუტინა. უკვე მოვამზადეთ წინასწარ ბოდის გიხდით, მაყურებელს მოვხდით ბოდის, მაგრამ საიდუმლოს გაგიმხელთ როგორ მზადდება გრილ პოინტის საფირმო კერძი. აი, დავაბალანსოთ, ხო? დიახ. დაგჭირდება ყველაზე მაღალი ხარისხის, ყველაზე გემრიელი საქონლის ხორცი. დაგჭირდება წითელი ხახვი, დაგჭირდება წითელი ღვინო, მოწეულის წვენი, წიწაკა, მარილი და სანელებლები გემოვნებით. დიახ. არ არსებობს ეს რაღაცა კონკრეტული დოზები, რაც შესაძლოა გამოვიყენოთ ამ კერძის მომზადების დროს. ძალიან უხდება სევრების დროს ბროწეული. მე ხა დავიწყებ და ლინდა მას რომ მიიღოს მონაწილეობა რაღაცაში, წვენს მოიტანს საფირმო ლიმონადს. ლინდა. კი, აუცილებლად მე გავალ მოვიტან წვენს. მე დავიწყებ სერვირებას. ეს მომზადებულია მე ჩემი არ არის მაგრამ ესე კარგი მაქვს ხალხარვა აი თუ შეიძლება ვახო დავაკროთ ხორცი იმდენად ვიდია რომ იშლება გიორგი ცოტა ხნით მარტო დაგტოვე მაგრამ დაგიბრუნდები სანამ მომზადდება ჩვენი ლიმონათი დაგიბრუნდები რა სურნელია ახლო კადრი თუ არის მინდა რომ ყველამ ნახოს როგორი მომზადებული უნდა იყოს ვთხოვ ოპერატორს რომ შეძლებს დაგვარად ვაჩვენოთ ახლო კადრით სასწაულია მართლა სასწაულია ისეთი სურნელი აქვს შეფარდი ხარ соусიც ჭირდებაო ცოტა соуს გამოვიდეთ თუ არ არის შარი ესე შეიძლება ჩვენ დავწერთ რომელი დრო მარტივი ამბიც. ესე გამოიყურება ჩვენ. მადლობა. ვიზუალი. მოვედი გიორგი, მოვიტანე ეს ფერადი წვენი. გაგვიმარჯოს. როგორც ყოველთვის. ესე გამოიყურება ჩვენი ცოტას დავამატებ მაინც ბროწეულის წვენის და ღვინოს. ვიზუალისთვის და სერვირებისთვის ჭირდება ბროწეული. დიახ. ესე იგი მივიღეთ chuyენი ძირითადი საფირმო კერძის საბოლოო ვიზუალი. ესე გამოიყურება. ეს ხო მარტივი იყო. ეხლა უნდა გადავიდეთ რთულ ამბავზე. რთული ამბავი იქნება რა? უნდა მოვიტანოთ. მოიტანე და არ ვთქვათ. კარგი, არ ვთქვათ. წავიღო, ხო? მეტა რადევს. რა არის ამ ჯამში, რა არის გიორგი? მინდა გითხრათ რომ მედალი დამწევი და ძალიან ვიწოლეთ ამის მომზადების დროს, მაგრამ კი, ძალიან. არ უთხრათ. ხო არ ჩანს? ხო არ ჩანს. ხვდებიან? აბა გამოვიცნოთ რა არის. ელარჯია, მაყურებლის და წამყვანების წინაშე არის ელარჯი. ისეთ ელარჯს როგორიც აქვს გრილ პოინტს ვერ შეჭამთ ვერსად და ამისთვის მედალი გასამოგმართო. ჩვენს გარეშე არ კეთდება არაფერი.
ნამდვილად ჩვენს გარშე ასეთი ელარჯი არ გაკეთდებოდა გიორგი ჩვენი ხელი არ გარევიყავ შეფი ხუმრობ გაოცებული მადრები ყოფილ ხართ ხუმრობთ გიორგი მართლა არ დაიჯერა მაყურებელს აუ ლინდა შენ გადაიწა და მე მოგიჭრი აბა მიდი აი ყველაზე მაგარი ამბავი ლინდა ჩაერთო პროცესში ხო რა გახმარა მგონი მოიცადე კარგად ამოვიღოთ რომ ეს იყოს რაღაცა სანახაობრივი პირველად ვაკეთებ ამას აბა გიო წავიდა ერთი კიდე მიდი ლინდა დააგაჩერდე შესაძლოა არაპროფესიონალურად ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ ისე გამოიყურება მგონი, აბა გიორგი, ისე გამოიყურება ეს ყველაფერი. თელი სამეგრელო გლოცავს რესტორანს და ჩვენ აი და. ეხლა შეიძლება რომ დაგავჭრა? აბა მიდი. აი. სამეგრელო გლოცავს ხალხო. რა კარგია. რა კარგია. რამხელაზია მაინტერესებს თუ. აბა მიდი ვნახოთ, აბა. მიდის. კიდე ერთი, ახლა ეს უნდა გავაკეთო. გიორგი გაერთო თან ამ პროცესით ძალიან. მე ამ ყველაფერს აი ცოტა გვერდით გადავიტან, რომ მე მაყურებელმა კარგად ნახოს ერთობლივად ელარჯიც და ჩვენი მთავარი კერძიც. ერთად დავდო. აი, დიახ, ეს გადავიტანოთ გიორგი. აქეთ და ოპერატორს ვთხოვ რომ აჩვენოს აი ეს ჩვენი დღევანდელი მომზადებული კერძი და ახლა მაინტერესებს კერძები სხვათა შორის რომელიც შეფმა მოამზადა ახლა მაინტერესებს წამყვანებს თუ აქვს შესაძლებლობა რომ გავესაუბრო აბა გისმენთ ლინდა ჩემი ხმა ესმით წამყვანებს კი გვესმის აქა ვართ ლინდა უგემრიელესად ძალიან კარგი ახლა მითხარით აბა როგორ მოგწონთ ვიზუალურად როგორ შეაფასებდით ჩვენს მომზადებულ კერძებს ცოტა ხმამაღლა ვამბობთ რომ ჩვენი მომზადებულია აი ხმამაღალი განაცხადია გამოიყურება რომ აი გემოს ვგრძნობ და პაატა უკვე დაღვრა მელიზის ერთი სული აქვს როდისმე ერთვებს წამოუყეთ პაატას ერთი გიორგი წამომიღეთ თუ რა ეს ყველაფერს ამზადებდეს ხოლმე. იმიტომ რომ ისე სწრაფად ამზადებს ყველაფერს რომ გონია რომ არ ვიცი. ძალიან კარგი ესე იგი როგორც ყოველ გიორგი თვითონჯაც. ხედან და ძალიან წინდა გული წდებათ რომ არ არიან აქ და არ შეუძლიათ რომ დააგემოვნონ ახლა ეს კერძი. როდის დამთავრდება ეთერი სული ერთი მაქვს. ნამდვილად. ვერა. მადლობა ვერას. ძალიან დიდი მადლობა ვერას. მომწონს და უნდა აღვნიშნო ვერას დამოკიდებულება ის არ ცდილობს სპეციფიქტების გაოცოს, სპეციფიქტებით გაოცოს. და გიორგი, მოდი ისიც ვთქვათ, ბოდიში სიტყვაში შეგეცილე, ისიც ვთქვათ, რომ ვერას გავაცნობთ ჩვენს მაყურებელს აუცილებლად და უშუალოდ ვერას მომზადებულ კერძებს ვნახავთ, ასე შესაძლებლობა ექნება ჩვენს მაყურებელს, რომ ნახოს როგორ ამზადებს შეფ ვერა კერძებს. ვერას ვერ გაგვაცნობ. დავამატებ ამ კერძს. მიუხედავად იმისა, რომ გამოიყურება ძალიან მინიმალისტურად და მარტივად, ჩვენი ვერა არ ცდილობს სპეციფიქტებით გაოცოს სტუმრები. ის ირჩევს ნატურალურ პროდუქტს და ყველაფერი გენიალური ხო მარტივია. აი, აქეთ მიყავს საქმე. და ჩვენი რუბრიკაც ემსახურება აი ამ ყველაფერს, რომ მარტივად მომზადდეს ყველაფერი იმისთვის, რომ დიდი შესვენების დროს, ან პატარა შესვენების დროს თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა დიასახლისმა შეძლოს ამა თუ იმ კერძის მომზადება ჩვენი რეცეპტების მიხედვით, რომელიც ამ შემთხვევაში გიორგიმს ჩართვის დასაწყისში უკვე გააჟღერა. მადლობა გიორგი, ძალიან დიდი. მე ამით მინდა დავემშვიდობო ჩვენს მაყურებელს და წამყვანებს მომავალ პარასკევამდე. მადლობა აჯაბსანდალი დღეს მალე დამთავრდა, თორე შიმშილით მოუკვდებოდით პირდაპირ ეთერში. ძალიან დიდი მადლობა ლინდას და გიორგის ესე სახელდახელოდ მომზადებული ძალიან გემრიელი კერძებისთვის, იმიტომ რომ გასაგებია რამდენი შრომა იდება ხოლმე თუნდაც მარტივ და გენიალურ კერძებში და მე კიდე ელოდები რომ დაუშვათ შენი სტუმარი იქნება, არ ვიცი მე კლიენტი იქნება თუ იმ იქნება, როცა გასინჯავს და მისი ბედნიერი კმაყოფილი სახეს დაინახავ, კიდე ერთი პლუსი გემატება კარმანში როგორც ამბობ. და ყოველუბრალოდ ჩვენ ახლა აქ სამი არ ვსხედვართ, ხო? ხო, არა. გადაცემა? კომფორტული დივანი ეს სიმართლე რა ვთქვა? ой, საკომფორტულია, რაღაცა მე ისე ვარ. მოკლედ, მარტივ და გენიალურზე გამახსენდა, არსებობს მოკლედ ამ შემთხვევაში მუსიკაზე ვილაპარაკოთ, არსებობს
ჭამას უხდება მუსიკა. ჭამას მადიდა. რა ეს კაცო ჩაროზად. არა. აქ საუბარი იმაზეა, რომ არსებობს ინსტრუმენტები, რომელიც დაუშვათ მხოლოდ ერთ ხმას გამოსცემენ ხოლმე. და ვიღაცებს გონიათ, რომ დაუშვათ პოლიფონია და მონოფონიის შორის დიდი განსხვავება, პოლიფონია უკეთესია ვიდრე მონოფონია და ასე შემდეგ. სინამდვილეში ნებისმიერი ინსტრუმენტი ძალიან ძვირფასია, იმ ინსტრუმენტზე სწავლა ასევე რთულია, დაგვისწავლა როგორც დაუშვათ იმ მრავალსიმიანი თუ მრავალ ფუნქციურ ინსტრუმენტებზე და ის მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას მით უმეტეს, როდესაც ვლაპარაკობთ ფოლკლორზე და ვლაპარაკობთ ისეთ ინსტრუმენტებზე, რომლებიც თან დევს 100 წლეულები და 1000 წლეულები, გააჩნია ინსტრუმენტს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ საალოდბარო სკოლების ფესტივალზე საუბარს, 45 საალოდბარო ჯგუფი, ასე ვთქვათ, მონაწილეობდა ამ ფესტივალში და 500 მოსწავლე იყო შერჩეული და წარმოიდგინეთ, ეს ყველაფერი ხდებოდა ჭიბონზე და გალა კონცერტი ჩატარდა გუშინ თუ არ ვცდები, დღეს დამისუსტებენ თუ შევცდი და 500 ბავშვი უკრავდა ერთდროულად, წარმოიდგინეთ. და გალა კონცერტი მიეძღვნა სად იყო ეს კონცერტი, რატო არ ვიყავით ჩვენ? მე არ გეტყვი. აზარ ერქომაშვილის იუბილეს. კი ბატონო, მადლობა. ჩვენი სტუმრები არიან დიდი სიამაქვს მომზადებული ქალბატონი ეთერ დარჩიძე, საქართველოს დამსახურებული პედაგოგი და შუახევის საალოდბარო სკოლის ლოტბარი და ასევე პატარა სტუმრები გვყავს ალექსანდრე თურმანიძე, ნუკრი ბოლქოძე და ნიკა ფერიძე. მოგესალმებით. პატარა ჭიბონზე შემსრულებელი. ხო, და მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი ხელოვანები. ხო? ახლავე როგორ ხართ? ვიზიარებით მაგ ყველაფერს ცოტა ხანს. მადლობა სტუმრობისთვის. მოკლედ, ჯერ თქვენთან გავისაუბრებთ ალბათ. აი ასეთი ინტერესი ჭიბონის მიმართ, იმიტომ რომ ხშირად გესმის ხოლმე, რომ პედაგოგები ამბობენ იმას, რომ დაუშვათ აი გვაკლია იქ ვიოლინოზე ბავშვები იმაზე ყველა პიანოს ირჩევს, ზოგი სიმღერას ირჩევს და უცებ აღმოჩნდა, რომ შეირჩა 500 მოსწავლე, რომელიც უკრავენ ჭიბონზე, ანუ გაცილებით მეტია, ხო? ანუ ეს ინტერესი რითაა გამოწვეული და რა წვლილი გაქვთ ამ ინტერესის შექმნაში პედაგოგებს? დიდი მადლობა პირველ რიგში მოგესალმებით მოწვევისათვის, დიდი მადლობას გადაგიხდით. რაც შეეხება ინტერესს ბავშვებისათვის არის ძალიან დიდი ინტერესი არის მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლის თაობაზე და რაც შეეხება შუახევის საალოდბარო სკოლაში მე დავიწყე 1 წელია მუშაობა. ვასწავლი ხალხურ სიმღერებს, მაგრამ ინტერესი გაჩნდა ხალხური საკრავების შესწავლის. რა თქმა უნდა, ჭიბონი რაც შეეხება შრომატევადი დასაკვირველი ინსტრუმენტია, ცოტა ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ამ შემთხვევაში პატარების მიმართ უფრო მეტი ინტერესი გაჩნდა, ვიდრე უფროსი თაობების მიმართ. შესაძლებელია ბევრს უნდოდეს, მაგრამ რაღაცა ბარიერები შეხვდეს გზაში და ვერ დაძლიოს ამ ინსტრუმენტის შესწავლა, მაგრამ აი ამ პატარა ბიჭებმა უფრო მეტი მონდომება გამოიჩინეს ამ შემთხვევაში, რათა დაუფლებოდნენ ამ უნიკალურ ინსტრუმენტებს. თანაც ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეისწავლიდნენ საარქივო მასალებიდან ჩანაწერებს და უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდათ ამა თუ იმ მელოდიის შესწავლაზე. მოკლე დროში შეასრულეს აი ეს მელოდიები, რასაც თქვია ნიმუშების არქივო. ყველაზე რთული რა არის ამ შემთხვევაში კონკრეტულად ამ ინსტრუმენტის შესრულებაში და ისევ და ისევ დაუბრუნდებით ჩემ შეკითხვას, რომ ანუ პედაგოგების წვლილი მაინტერესებს. ჭიბონი არის ურთულდესი მხარეები, გეტყვით, რომ ანუ ჭირდება ჰაერის მიწოდების ფორმები და ფილტრებსაც ავარდიშებს. რა თქმა უნდა, ასევე აქვს ჭიბონს რიტმული ხაზიც უნდა დაისვა, თავისი მელოდიური ხაზი, რა თქმა უნდა, პატარებისთვის მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა ურთულესი, მაგრამ თვითონ ბავშვების მონდომება იყო ეს ერთგვარი შედეგზე გასვლა. ანუ თქვენ რომელი წლიდან შეისწავლება ზოგადად, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ ეხლა რომ მე ვფიქრობდი ურთულესი იქნებოდაო. წინა წლებში მქონდა რაღაც პერიოდი 7-8 წლის ბავშვებთან. ოღონდ მაშინ ალბათ დამწყები პედაგოგი ვიყავი და მეთოდი არ მქონდა გამომუშავებული, თუმცა დღეისათვის უფრო მეტად შემეწყო ხელი ბავშვებმაც შემიწყეს ხელი იმისათვის მეთქი, რომ
აი აქვს ინტერესი და მთელი ინტერნეტ პლატფორმები არის გადატვირთული, გადმოგზავნილი ვიდეოებით, რამდენად ართმევდნენ თავს საწყის. ამათ ხო არ გაუჩნდათ ინტერესი აი ამ ძველ ხალხურ საკრავებზე, იმიტომ რომ იმდენად მნიშვნელოვანია ეს ჩვენთვის ისტორიაა, ხო? აი ამ თანამედროვე თაობას, ამ ახალგაზრდებს ალბათ აკვირვებთ და აინტერესებთ და ამით უაქვთ ეს დამოკიდებულება, თუნდაც რომ 7 წლიდან უკვე შესაძლებელია რომ აითვისონ და თან არიან ნიჭიერები. და სხვათა შორის დღევანდელ თაობაზე ვიტყვი აი ამ ბავშვების სახით, რომ რაიმე ნიმუშის შესწავლას როცა დავიწყებს, სასიმღერო იქნება თუ ინსტრუმენტალური, აი ითხოვენ ძველ ჩანაწერებზე მოსმენას და იქიდან გადატანას. განსხვავდება თუ არა და უშოთ საბავშვო ზომა ჭიბონის დიდისგან და ამ შემთხვევაში იცით ჩვენს ტელევიზიაში რამდენჯერმე ყავდა ჭიბონის ხელოსანი, ვინც ამზადებს ამას. და როგორც ვიცოდით ყოველ შემთხვევაში აქამდე საკმაოდ დეფიციტურია ამ ადამიანების რაოდენობა და მინიმუმ აქ 500 ადამიანზე იყო ლაპარაკი, ანუ 500 ჭიბონის დამზადებას ალბათ ერთი ადამიანი არ კვაროდა და საინტერესოა მოიმატა რაოდენობა რახან ინტერესი დიდია თუ ის რამდენიმე ადამიანი ახერხებს ამდენი ინსტრუმენტის დამზადებას მოკლე დროში. იცით, ეხლა 500-ივე ბავშვი ჭიბონს მართალია ვერ სწავლობს და ესენი უკვე ხო ჭირდებათ ინსტრუმენტი. ფაქტიურად ამ ღონისძიებაზე იყო აღდგენილი 28-30-მდე ნიმუში, სასიმღერო ნიმუშები შესრულდა სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ანუ წინა მოსამზადებელი პერიოდი იყო პირველად ოზურგეთში, სხვადასხვა სალოტვარო სკოლებიდან მცირე შემადგენლობის მოსწავლეები, შემდეგ დაემატა თბილისში 10 დღის განმავლობაში სხვადასხვა კუთხის ლოტვარები თავისი კუთხურ სასიმღერო ნიმუშებზე მუშაობდნენ. ძალიან კარგი იყო იმისათვის, რომ ბავშვებმა გაეცნეს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორსაც, სასიმღერო ნიმუშებსაც დამეგობდნენ კიდეც და უფრო მეტი ინტერესი გაუჩნდათ, ანუ შემოქმედებითი მხრივ ეს არის აი დიდ მადლობას ვეტყვი პირველ რიგში საქართველოს ფოლკლორის ცენტრს იმისათვის, რომ ჯერ ძალიან კარგი დაკომპლექტებული გუნდი არის თვითონ ფოლკლორის ცენტრში, რომ ესე კარგი ორგანიზება, კარგი გეგმები და ბავშვებისთვის ესეთი საჭირო საქმეს აკეთებენ და აი ეს ბავშვებიც იყვნენ მათ მონაწილე და რო ჩამოვიყვანე ამ ფესტივალის შემდეგ სულ სხვანაირი აზროვნებით შესანიშნავი. მოდი ახლა ბავშვებს ვკითხოთ, ხო? ანუ ბავშვებო, საუბარი იყო მანამდე სოციალურ ქსელზეც, TikTok-ზეც, ისედაც და ანუ თქვენ როდის გადაწყვიტეთ რიგრიგობით გითხარით ზოგადად მუსიკას ზიარებოდით და ეს მშობლების ინიციატივა იყო და თქვენ თვითონ მოიძიეთ დაუშვათ ინფორმაცია და მოგეწონათ როგორ უკრავდა ვიღაცა. თან ესეთ განსხვავებულ საკითხს. მოდი, ნუკრი, ხო? ნუკრი დავიწყოთ შენგან. მე შევედი 6 წლიდან ეთერი მასწავლებელთან და ჯერ არ უკრავდი არაფერს, მე ჯერ ფარდულზე დავიწყე და მე დავიწყე ჭიბონზე დაკვრა და ცოტა ბევრი შემომიცა, მაგრამ უშუმე და ეხლა რამდენი წლის ხარ? მე 9. რამდენი წელია დადიხარ? რა ხმაურიაო? რაღაც ჩუმი ინსტრუმენტი აირჩიეო? პირიქით ხარ? ესე იგი 3 წელია დადის. საკმაოდ დიდი დროა. ალექსანდრა, შენ როგორ გაგიჩნდა ინტერესი ამ საკრავის მიმართ? არ გერთულებოდა? არა, თავიდან რთული იყო, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ უკვე გამიადვილდა და 7 წლიდან უკვე დავიწყე ჭიბონის დაკვრა. სახლში ვინმე ხო არ უკრავდა მანამდე ჭიბონს? არა, ტელევიზორიდან. აი რთული რა იყო? რთული თავიდან დაკვრა. აი სუნთქვის ჩაბერვა, თვითონ აი ამ ინსტრუმენტის რაღაცნაირად მორგება, ყველა ინსტრუმენტს ხო თავისი სირთულე აქვს. მე ფორტეპიანოზე პატარა ვიყავ, ესე ძილში ვიდიყავ მეტითაც რომ გერა ამეყო. რა თქმა უნდა, აქვს ჭიბონს თავისი მორგების იგი, შესაძლებელია რომ სხვა ჭიბონზე ვერ მოიგონ, მაგრამ ეს ოსტატებთან მაქვს ამის მზაობა, რომ შევარჩევინო ისეთი, რომელსაც ინდივიდუალურად კი ბავშვს უნდა მოვარგო, რომ უფრო ასაკის გაუადვილდეს გათვალისწინებით. ასაკის გათვალისწინებით და ჰაერის ნაკლებად მიწოდების თვალსაზრისით, რომ ნიკა რა მოგწონს ჭიბონის? მისი ჟღერადობა, ხმა, რა მოგწონს? რატომ გაგიჩნდა ინტერესი? თუ გირჩია უბრალოდ პედაგოგმა რომ ხარ გვესადა ამ ინსტრუმენტზე? მე ჩემთვის მომიჩნდა ინტერესი და დავიწყე და პირველად ძალიან მერტულა, მაგრამ მე უფრო გამიადვილდა. და ახლა უკრავ დილად.
და რამდენი ხანია უკვე რაც იცი ჭიბონზე დაკვრა? 1 წელი. არა, უკვე პროფესიონალი. როგორი 3 წელი, 1 წელი. ეხლა როდესაც სახლში მუშაობთ და რეპეტიცია გაქვთ, შობლები რა შობლები ოთახიდან გადიან, იმიტომ რომ საკმაოდ მაღალი ჟღერადობა აქვს. არა. ჩემო სახლში ორი ვარ მე. მართლა და იქიდან არ გამოდის ხმა? ერთად გამოდის, მაგრამ ისე არა. მეზობლები ხო არ გავებლებიან ხოლმე. ვაიმე, გავიგონეთ თქვენი საკრავის ხმა, როგორი ჟღერადობით უკრავდით და ძალიან მოგვეწონა. კი, აბა გავიზიარეთ. მოდი ნუკრე შენ თქვიობა. რა გითხრა მეზობელმა? კაი, იცი რა მაინტერესებს? გარდა ამ საკრავისა, კიდე რომელი საკრავის მიმართ გაქვთ ინტერესი? ან ფიქრობთ, რომ აი ცოტა ხანში ამ ინსტრუმენტზეც ვისწავლი დაკვრას? ახლა მე თბილისში რომ ვიყავი ფოლკლორის კონცერტის კონცერტზე, იქ იყო ერთი საკრავი, ერქვა პილილი რა. ლაზური საკრავი იყო და გამიჩნდა ინტერესი და კიდევ ვსწავლობ. პირველი მობუნება ვისწავლე და კიდევ ვისწავლი და მაგარია. მე ვატყობ შენ ცეკვავ კიდეც, ხო? თქვენ ცეკვავთ ბავშვებო? ანუ საკრავთან ერთად ჭიბონზე ხშირად გვინახავს, რომ ცეკვავენ ხოლმე აქ, ხო? ინსტრუმენტის გარეშე ცეკვავ და ისე ერთად აკეთებთ ამ ესე იგი თან უკრავთ, თან ცეკვავთ. ოხ, თქვენთან ერთად რა იჭებია დროის გატარებას. ხო ბატონო. დღეს რა უნდა შემოგთავაზოთ? დღეს შემოგთავაზებთ. ანუ ერთად დაუკრავთ თუ ცალ-ცალკე? აი შესაძლებელია ცალ-ცალკე დაუკრან, ანუ რაც აღადგინეს საარქივო ნიმუშები. აუ ძალიან მაგარია, ანუ ფაქტობრივად ჯერ რო არ გაჟღერებულა ისეთი მუსიკა, ჩვენს ეთერში. არა, ჩვეულებრივია. მოდით მიხარია რომ გვამზადეთ ინსტრუმენტებს, ჩვენ დაგელოდებით და დაუკრავს დედოფლის შემოყვანის დროს, რაც იკვრებოდა. შემდეგ ჩამოსარები ქვია და ყოლსამა. შესანიშნავი. მე პატარცალი გვინდა. აჰა. იცი რა არის ძალიან ეხლა მეც რო უყურებ, ხო? ძალიან პატარა ასაკის მგონია ბავშვები, რომ ამ სირთულეს გაართვა თავი, მაგრამ აი ნიჭი, მონდომება არის ყველაფერი. აი შენ ამის გაბერვაში დაიღლებოდი. არას ლაპარაკობ, ბუშტს ვერ უბერავ ასე. და ბუშზე ვერც დაუკრავ. მენა. ჩემო, არა ჩვეულებრივია ბავშვო, ძალიან დიდი მადლობა ამ განწყობისთვის. ნამდვილად. ახლა თეთრში არ გესმით, ბუნებრივია ეკრანს მიღმა, უმეტესობა მაყურებელი ვინც ყავს, ახლა აქ დარბაზში 5-6 ადამიანია, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია, ახლა ჩეხზეც კი წამოგიდგებოდათ ეკრანს მიღმა. მოიცა როგორც თქვენს ბავშვებმა სოლოსაც უკრავენ და შეგვიძლია კი ბატონო, მანამდე შეგვიძლია გამოველაპარაკოთ და მერე გავაგზავნოთ. კი ბატონო, შეგვიძლია. რა მაინტერესებს ახლა მომავალში რამე კონცერტს თუ გეგმავთ ისევ და ისევ ერთად? ახლა მომავალში გვაქვს ესეთი დაგეგმილი შუახევის სალოტბარო სკოლაში, შუახევის სახელმწიფო სკოლის დარბაზში შედგება შუახევის სალოტბარო სკოლისა და ანსამბლი მარულას ერთობლივი ღონისძიება.
კი ბატონო და ეს თავისუფალი იქნება დასწრება. კი, დასწრება თავისუფალი იქნება, ჩვენ 22 დეკემბერს გვაქვს ეს 22 დეკემბერს. და ეს ბავშვებიც ახლებურად წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. შესანიშნავი თან არ დაგვავიწყდეს, რომ ახლა ბოლო წლებია რომ ამბობთ, რომ 4 სეზონის ქვეყანა გავხდით და 4 სეზონის კუთხე, აქედან შუახევამდე ტრასით ძალიან სწრაფად შეგიძლიათ მოხვდეთ და რო არ ელოდოთ სანამ ბავშვები ბათუმში დააპირებენ კონცერტის გამართვას, თავისუფლად შეგიძლიათ 9 საათში იყოთ ადგილზე. 9 საათს ხანდახან საცობში ანდომებთ ხოლმე 100 მეტრის გავლას მანქანით, ასე რომ შეგიძლიათ თავისუფლად გააკეთოთ ეს გზა. ახლა შეგვიძლია სოლოდ შემოგთავაზოთ, რაზეც გაგვიზიარეთ, რომ ცალკე-ცალკეც ვუკრავთო. რომელს აქვს სურვილი? მეც ვწდიდი, მაგრამ არ ალექსანდრე და ნიკა ემზადება, როგორც ხვდა. აი ეს დრო ჭირდება რომ ჩხაბერო ესე. სხვადასხვა ძალიან მაინტერესებს ამ დასაკრავის ხუთჩაბერცის. ემზადება ალექსანდრე, როგორც მეუბნე, აბა. მოგბრძანდით გეთავა. მადლობა. ჩვენ კი შეგვიძლია უკვე რომ ამ განწყობით, არაჩვეულებრივი განწყობით დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, მე მინდა ბავშვებს წარმატება ვუსურვო და სასიამოვნოა თქვენი მოსმენა, არა მხოლოდ აქ, არამედ ძალიან ვეცდებით ყოველ შემთხვევაში რომ ხშირად ვიყოთ თქვენი მსმენელი დიდ სცენაზე. უღრმესი მადლობა. თქვენ სტუმრობისთვის წარმატებას გისურვებთ და გისურვებთ რომ ძალიან ბევრი ასეთი ახალგაზრდა იყოს ჩართული იმ ხელოვნებაში, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ისტორიულია. ძალიან ბევრი სკოლა, ძალიან ბევრი არა, მაგრამ ბევრი სკოლა იმისთვის რომ თქვენი ინტერესი ან სურვილი დაიკმაყოფილოთ და შესაბამისად სურვილის შემთხვევაში მიმართოთ, მე მგონი, უარს არ გეტყვით იმაში, რომ შეგასწავლოთ არა მარტო ჭიბონი, არამედ ნებისმიერი ის მიმართულება, რაც ფოლკლორში არის, იმისთვის, რომ არ დავუკარგოთ ფესვები. კი, და თქვენ მინდა გითხრათ, პატარება, რომ ხართ მისაბაძი იმ ახალგაზრდა თაობის, თქვენი მეგობრების და შესაძლებელია, რომ გაუჩინოთ სურვილი და ეს ქართული გენიალური საკრავების მრავალფეროვნებაში ჩართოთ. ეხლა კი დრო მოვიდა თქვენს დაგემშვიდობოთ და ჩვენს მაყურებელსაც. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ, დიდი შესვენება ორშაბათიდან ისევ დაგიბრუნდებათ. აბა დროებით.